წარმატების თვე გქონოდეთ სიყვარულის ზემწვერვალი. სიხარული მსურს მოქონდეს თქვენთვის დღეებს თებერვალის. მადლი და მშვიდობა ძვირფასებოდა სრულიად საქართველო. მადლობა უღრმესი თქვენი გამოხმაურების, პატივისცემის და კეთილი კომენტარებისთვის, რომელსაც არიშურეთ ჩვენი გადაცემისთვის ამბავი კეთილი. როგორც დაგპირდით, ჩვენ გავაგრძელებთ დღეს სახარებას, უпростоრად მის განმარტებას ქრისტეშობის შესახებ. კითხულობთ ქრისტეშობის პირველ სახარებას, რომლის განმარტების ავტორიც გახლავთ წმინდა ნიკოლოზ სერბი. თარგმანი არის ჩემი. ახლა კი შევხედოთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეს და მის გარემოცვას. ყველა ისინი თავად მორჩილება და სიმდაბლე არიან. მთავარანგელოზი გაბრიელი ანგელოზურ მორჩილების და სიმდაბლის წარმომადგენელია. ქალწული მარიამი მორჩილება და სიმდაბლე. იოსები მორჩილება და სიმდაბლე. მწყემსები მორჩილება და სიმდაბლე. აღმოსავლური მოგვები მორჩილება და სიმდაბლე. ზეციური ვარსკვლავები მორჩილება და სიმდაბლე. მორჩილი ქარიშხლები, მორჩილი ქარები, მორჩილი მიწა და მზე, მორჩილი ადამიანები, მორჩილი პირუტყვი, თავად სამარეთს მორჩილი. ყველა და ყველაფერი ღვთის ძეს ახალ ადამიანს ემორჩილება და დამდაბლდება მის წინაშე, რამე თუ თავადაც საკუთარი მამის უსასრულოდ მორჩილია და მის წინაშე დამდაბლებულია. ცნობილია, რომ იმ ნათესთა და მცენარეებთან ერთად, რომელსაც თესავს, რწყავს, პატრონობს და უვლის ადამიანი, დაუთესავად სხვა ბალახეული და მცენარეებიც ხალისით ამოიზრდებიან ხოლმე. ასევეა სათნოებათა შემთხვევაშიც. თუ გულმოდგინებით შეეცდები, რომ დათესო და მორწყო მორჩილება და სიმდაბლე საკუთარ სულში, იხილავრო ძალიან მალე მათ გვერდით სათნოებათა მთელი თაიგული ამოიზრდება, რომელთაგან უპირველესი გახლავთ გარეგანი და შინაგანი უბრალოება. მორჩილ და თავმდაბალ ქალწულ მარიამს იმავე დროს ამშვენებს წმინდა უბრალოებაც. ზუსტად ამგვარადვე მართალ იოსებს, ისევე როგორც მოციქულებს და მახარებლებს. ხოლო დღა იხილეთ, თუ როგორი შეუდარებელი უბრალოებით აღწერენ კაცთა მოდგმის გამოხსნის ისტორიაში მომხდარ უმთავრეს და მნიშვნელოვან მოვლენებს. შეგიძლიათ კი წარმოიდგინოთ, თუ რა ვრცლად და თეატრალურად აღწერდა საერო ლიტერატორი. მაგალითად, ლაზარეს აღდგომას. თუ კი შემთხვევით გახდებოდა მოვლენის ნათელმხილველი. ან მორჩილი და თავმდაბალი ადამიანის იოსების სულში დატრიალებულ დრამას, რა საუცხო დიდად მეტყველებით აღწერდა იმ მომენტში, როცა მან შეიტყო, რომ მისი მეურვეობის ქვეშ მყოფი და დაწინდული ორსულად დარჩა. არადა, ამ ყოველივეს დღევანდელ სახარებისეულ საკითხავში რამოდენიმე უბრალო წინადადებით აღგვიწერს მახარებელი. იესო ქრისტეს შობა იყო ამგვარად. იოსებზე დაწინდვის შემდეგ, ვიდრე მათ შეერთებამდე, აღმოჩნდა, რომ დედამისი მარიამი ორსულად იყო სულისაგან წმინდისა. მანამდე კი მახარებელი უფალი ჩვენი იესო ქრისტეს წარმოშობის გენეალოგიას აღწერდა. ან თუ ზუსტად ვიტყვით დავითის მოდგმიდან იუდას ტომის გენეალოგიას. და მის აღწერის ჟამს მახარებელი ჩამოთვლიდა ადამიანებისგან ნაშობ ადამიანებს, იმ ჩვეულებრივი წესითა და სახით, რომლითაც ყველა მოკვდავი ადამიანი მოდის ამ სოფელში და მოულოდნელად კი იწყებს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შობას ამგვარად. აქ უკვე ბერძნული სიტყვებით წერია.
თითქოს ამასთანავე ამით სურს აჩვენოს ამ შობის უჩვეულობა და ყოვლადუზენაესობა, რაც აბსოლუტურად საპირისპიროდ განსხვავდება იოსების ჩამონათვალ ყველა წინაპრის შობისაგან. დედამისი მარიამი დაწინდული იყო იოსებზე. ადამიანების თვალში ეს დაწინდვა თანაცხოვრების და ქორწინების საწინდარი უნდა ყოფილიყო თავისებურად, მაგრამ მარიამის და იოსებისთვის ეს ასე არ შეიძლებოდა ყოფილიყო, რამე თუ ღმრთისაგან მშობლების მიერ ცრემლებით გამოთხოვილი ქალწული მარიამი მათგანვე სამუდამოდ ღმრთისადმი იყო შეწირული. მშობლების ეს აღთქმა მან კეთილინებით მიიღო, რასაც ამტკიცებს იერუსალიმის ტაძარში მისი მრავალწლოვანი მსახურება და თუ ეს მხოლოდ მის ნებაზე იქნებოდა დამოკიდებული, ფანუელის ასულის ანას მსგავსად ისიც უეჭველად სიკვდილამდე იქ დარჩებოდა, მაგრამ რჯული სხვას ითვალისწინებდა და ეს ასეც უნდა აღსრულებულიყო. ის დაიწინდა იოსებზე არა ქორწინების და ცოლქმრული ცხოვრებისთვის, არამედ ზუსტად იმისათვის, რომ ამგვარ ცხოვრებას არიდებოდა. ამ დაწინდვის სრული დაწვრილებითი დეტალები საეკლესიო გადმოცემებშია შენახული და თუ კი ადამიანები დააფასებდნენ ღვთისმშობელთან, მართალ იოსებთან და სახარებაში აღწერილ ყველა პიროვნებასთან დაკავშირებულ ან მონათხრობებს იმდენად, რამდენადაც აფასებენ მხედართ მთავრებზე და მიწიერ მეფეებზე და შეთხზულ ხშირ და ყველაზე ბრიყულ ამბებს, მაშინ თითოეულისთვის ცხადი იქნებოდა ყოვლადწმინდა ქალწულის იოსებთან დაწინდვის აზრი. წმინდა მღვდელმოწამე ეგნატე ამბობს, რომ ეს დაწინდვა საჭირო იყო იმისთვის, რომ შობა ეშმაკისთვის დაფარული ყოფილიყო და რათა ბოროტმა ქრისტეზე იფიქროს, თითქოს კანონიერ ცოლისგან იყოს შობილი და არა ქალწულისაგან. მათეს სახარების განმარტებელ ნეტარ იერონიმეს და გრიგოლ ნეოკესარიელის მეორე სიტყვა ხარების შესახებ აზრითაც იგივეა. ვაგრძელებთ მუხლებს. მათ შეერთებამდე აღმოჩნდა, რომ მუცლად ეღო სული წმინდისაგან. მათ შეერთებამდე არ ნიშნავს იმას, თითქოს შემდეგში ცოლქმრის გასავსად შეერთებულიყვნენ. მახარებელი არც კი ფიქრობს ამის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში მას აინტერესებს თავად უფლის იესო ქრისტეს შობა და ამაზე მეტი სხვა არაფერი და ის ზემოთ მოყვანილ სიტყვებს წერს იმისათვის, რათა აჩვენოს. მისი შობა ცოლქმრული კავშირის შედეგი არ არის. ამისათვის მახარებლის სიტყვები ზუსტად ისე გაიგე, თითქოს ისე დაეწეროს, რომ მათ შეერთებამდე აღმოჩნდა, რომ წიაღში ყავს ჩანასახი სულისაგან წმინდისა. ხოლო სული წმინდისაგან შეიძლებოდა ჩასაყულიყო ის, რომელსაც უნდა გაერღვია ბნელეთის და ბოროტების სულის და აღედგინა ნათელი სულის და სიყვარულის სამეფო. და თუ კი ჩვეულებრივი ცოდვებით ამოქოლილი და ხრწნადი ბოროტებით ამყრალებული კანონებით მოვიდოდა, როგორ შეძლებდა ღვთაებრივი მისიის შესრულებას. ამ შემთხვევაში ახალი ღვინო ძველ ტიკებში ჩამდგარ ღვინის სურნელებას აიღებდა და ვინც სამყაროს ახსნელად მოვიდა, თავადაც დაჭირდებოდა ჯერ ხსნა. ამიტომ მხოლოდ ღვთაებრივი სასწაულით უნდა გადარჩენილიყო ეს სოფელი. ამგვარად წამდა დედამიწაზე მცხოვრებ კაცობრიობას და როცა საღვთო საკვირველება აღსრულებულია, აღარ უნდა დავეჭვდეთ ამაში, არამედ ქედი უნდა მოვიხაროთ და საკუთარი თავისთვის ვეძიოთ წამალი და მაცხოვარება, ანუ გამოხსნა. დაგლოცოთ დედა ღვთისმშობელმა, ჩემო ძვირფასებო, რომლის ცხოვრების კითხვასაც განვაგრძობთ. იესო ქრისტეს წინამორბედის და ნათლისმცემლის იოანეს დედა ელისაბედი უფლის შობას არ დაკლებია, რადგან შვილთან ერთად თაში გახიზვნის ჟამი ჯერ არ დამდგარიყო. ელისაბედს, რომელმაც უფლის დიდებული შობა იხილა, შობის შემდეგ კი მარიამის ქალწულობას ქადაგებდა, ისევე აღევსო გული დიდი სიხარულით და ეს გამოუთქმელი შობა ისეთივე საკვირვალ დღესასწაულად მიაჩნდა, როგორც მანამდე წინასწარმეტყველებდა და ადასტურებდა წმინდა ქალწულის დაორსულების გამოუთქმელ საიდუმლოს. და როცა
ღმერთი კაც იქმნა, მაშინ დაირღვა შეურიგებელი მტრობის კედელი, ხოლო ქვეყანას მშვიდობა და სიხარული მოეფინა, რადგან მწყემსთა წინაშე გამოცხადებული ანგელოზების გალობა მცა და ქვეყანა შეაერთა. მათ გამოუთქმელი სიხარული ეუწყათ, იხილეს ზეციდან მოვლენილი მწყემსი კეთილი, რომელიც უბიწო კრავებით იშვა გამოქვაბულში. ქვეყანამ ზეცის ქებადიდება ისწავლა. კაცთა მოდგმამ ამ ქვეყნიურ მშვიდობას შეასხა ხოტბა და კაცთა შორის სათნოების გამოც გაიხარა. ამ საკვირველმა ხილვა მწყემსები ძლიერ შეაშინა, მაგრამ ნათლის ანგელოზმა ეშიში განუქარვა და სიხარულით ამცნო. ნუ გეშინიათ, აჰა, მე გახარებთ დიდ სიხარულს, რომლითაც იხარებს მთელი ხალხი. რადგან დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი და აი თქვენი ნიშანიც. იპოვით სახვეველში შეხვეულ ყრმას და მწოლიარეს ბაგაში. ამ დროს გაჩნდა ზეცაში ზეციურ ანგელოზთა მხედრობა. ისინი ადიდებდნენ ღმერთს და გალობდნენ, დიდება მაღალთაშინა ღმერთს ამშვიდობა ქვეყნად და კაცთა შორის სათნოება. ამ შიშის მომგვრელი ხივით გაკვირვებული მწყემსები თავიანთ ახლობლებთან ერთად იმ წამსვე წავიდნენ ბეთლემში ახალშობილი მაცხოვრის მოსაძებნად. ყველა გაკვირვებული ისმენდა წყემსების ნააბობს იმ ღამით გამოცხადებული ხილვის შესახებ. ხოლო მარიამი მათ ყოველ სიტყვას იმახსოვრებდა და გულში იმარხავდა. არა მარტო ამას, არამედ ტაძარში გამოცხადები დანახულსა და მოსმენილსაც და ტაძრის შემდგომაც ანგელოზისგან მიღებულ ხარებასა და თავის საკვირველ ორსულობას, მშობიარობას, რომელიც მან უმტკივნეულოდ გადაიტანა, დედად გახდომასა და ქალწულების წმინდად შენახვას, ისე რომ ყრმის შობა ვერც კი იგრძნო. ეჰა, რა საოცარია საღვთო საქმეთა განგებულება. საკვირველი ძე ისე უჩვეულოდ იშვა, ისე უეცრად გაჩნდა, რომ წმინდა დედამ ეს ვერც კი იგრძნო. ისევე როგორც უგრძნობი და საკვირველი იყო მისი დაორსულება, მისი მშობიარობაც, ასევე უვნებლად და უცაბედად აღსრულდა. დაგლოცოთ დედა ღვთისმშობელმა ძვირფასებო და ღირსმა მაქსიმე აღფსარებელმა, რომლის წიგნსაც ახლა ვკითხულობდი. ახლა ვაგრძელებთ ანგელოზებზე საუბარს. ანგელოზთა პირველ დასს სერაფიმები წარმოადგენენ. მათი სახელწოდება აღნიშნავს ღმრთაებრივი სიყვარულის ცეცხლს, რითაც ისინი აენთებიან და მერე სხვებს გადასცემენ. გრიგოლი დიდის მიხედვით სერაფიმებსა და ღმერთს შორის სხვა ანგელოზები არ დგანან. ისინი ზეციურ მამასთან უშუალო ერთობაში არიან და ამიტომ მათ უმეტესი სიყვარული აღავსებთ. მათი სიყვარული უძლიერესია ღმერთის უშუალო უახლოესი ჭვრეტის გამო. ახლა კი იმ წმინდანებს მივხედავთ, რომელთა დღეებიც გავიარეთ. რომ გვატკბობს ჰანგი წირვა ლოცვისა, ტაძრად უგალობს ღმერთს და ჩვენც ვისმენთ, მადლით მდიდარი, ცრემლს რომ მოგვრის კაცს, შეგვინარჩუნა ღირსმა ექვთიმემ. უღმერთობით დღეყოველი მკვლელი სულის სიტყვით საქმით, ყალბია და ფარსი, ტიმოთესთან ერთად ღმრთისარწმენით სრულით, ხსნელ ხელს გვიწვდის ანასტასი სპარსიც. ტერმოყვრისთვის მოწყალებით ღვთისა მიმართ სამეფოსი, მივიწევით ლოცვა ცრემლით წმინდა აღათანგელოზის. ქართველ ერსა მოგცეს შვება სამეფოს და სინოდისა, ლოცვა მელქისედეკისა, პირველ კათალიკოსისა.
შევღაღადოთ, შეგვიწყალენ ძის მლოცველო, ხსნელი შენ ხარ ერი, შენით გადავრჩებით. კან გადიდებთ, შეგივრდებით, ღვთისმშობელო, რომ დაშრიტო მწუხარება განაჩენის. ხილულ უხილავ მტერთან ბრძოლაში, სულის მეფურად ამ ამშვენებლის, გლოცავს ნაფრქვევი ცრემლი ლოცვაში დავითის წმინდის აღმაშენებლის. ჩემო ძვირფასებო, გაუწყებთ კვლავ სასიხარულო ამბავს, ვინაიდან ასეთი გამოხმაურება მიიღო ჩემი ნააზრების გამოცემამ, გადავწყვიტე ასეთი წიგნიც, ჩემი ლოცვა, რომლის ერთ-ერთ მომენტს ახლა გაგაცნობთ. უფალო, შემიწყალე მე და მიხსენ რისხვისა და გულის წყრომისაგან შენისა. უფალო, მომმადლე მე, რათა ამისათვის უდრტვინველად დავითმენდე ყოველივესა. უფალო, მომმადლე მე, რათა მწირად, უცხოდ და მსხემად მივიჩნევდე თავსა ჩემსა სოფლისა ამისათვის, რომელსა საკრველებითათვის ითაუპყრიე მე უბადრუგი. უფალო, შემიწყალე მე, რომელსა არ ამაქვს მისადრეკელი თავისა ჩემისა გარნა შენ მხოლოისა. უფალო, მომმადლე მე, რათა ძველსა კაცსა მოვაკვდინებდი ახლის ძიებითა და შემოსვითა. უფალო, მომმადლე მე, ხსნაი ზედმე ზრუნვათაგან სოფლისათა და ჯვარის აღებითა შედგომა შენდა. უფალო, მომმადლე მე, რათა ყოველივე საკეთილად განვაგებდე, რომელი მარწმუნე მე. უფალო, მომმადლე მე, რათა დაუტევო კაცი ძველი თავისი სიბრძნითა და ქონებითა, ხოლო შევიმოსდე ახალსა ხალხისათვის, უგუნურსა ხოლო ბრძენსა შენთვის. უფალო, მომმადლე მე, რათა სიტყვისაებრ მოციქულისა ყოველივეს ნაგავად შევრაცხვიდე, ოღონდაც შეგიძინო შენ. უფალო, მომმადლე მე, რათა არა დავემონო სიხარულთა და კეთილთა მაცტურისა ამის სოფლისასა რაღაცა თუ მეცინოდიან ყოველი და უგუნურად შემრაცხვიდენ. უფალო, მომმადლე მე, რაითა ვიდრე აღსრულებამდე მეუღლისა ჩემისა თანაკეთილა დავითმენდე სიმძიმეთა ამათ ცხოვრებისა ჩემისათა. უფალო, აცხოვნე მამაი ჩემი ხორციელი, ხოლო სულს და დედისა ჩემისასა კეთილად განუსვენე, ვითარცა აღუთქვი მაშრალთა და თვითმძიმეთა. უფალო, მომმადლე კეთილად მსახურებაი შენი. ჟამსა განსლვისა ცოდვილი სულისა ჩემისასა, ნუსად დამიტევებ მე უფალო არამედ, გამეხსენ ვითარცა იოსები ტყვედ განწყიდული ძმათათვის და მოღალატეთა. უფალო, მომმადლე ცხოვრება ესე ვითარი, რამე თუ მხილველნი საქმეთა ჩემთანი განგადიდებდნენ შენ. უფალო, მომმადლე მე, ღვაწლი საკუთარ თავის იძულებისა მსგავსად მათა, რომელი სათნო გეყვნენ შენ. უფალო, მომმადლე სიმდაბლე ესე ვითარი, რამე თუ თავსა ჩემსა უცოდვილეს ყოველთასა მივიჩნევდე. უფალო, მომმადლე მე, რათა ვიქმნე ქველის მოქმედ ჭირვეულთა, ნუგეშინის მცემელ მწუხარე და ხოლო ჩემებრ ცოდვილთათვის მლოცվել და გზისასწორა წარმართებელ. უფალო, მომმადლე მე, სათნოებანი ესე ვითარი, რომელი ღირსად მქმნის ქრისტიანეთ წოდებისა. უფალო, მომმადლე მე, რათა მოვისყიდო მინდორი იგი, რომელსა შინა დაფულალს მარგალიტი მრავალფასეული და მისითა სავანედ შენ დააღვაგებდე ტაძარსა გულისა ჩემისასა. უფალო, მომმადლე ლოცვა ესე ვითარი, რომელი მოიწიოს შენდა. უფალო, მომმადლე ღელესა ამას შინა გლოვისასა კაცი, რომელმა მიმიყვანოს სავანეს ამას, რომელი თვალსა არა უხილავს, ყურსა არა სმენია და გულსა არა მოუხდა. უფალო, მომმადლე მე, რათა შემუსრული გულითა და სულითა დაუტევებდე ძველსა კაცსა და ესწრეთ მივიწიონ ავსაყუდელსა მყუდროსა. უფალო, მომმადლე მე, რათა გულის თქუმაი ჩემი ყოველი შენ მხოლო ისათვის იქმნეს. უფალო, მომმადლე მე, სიყვარული შენი. აი, ასეთი ლოცვებით იქნება ახსავსე ის წიგნი. ახლა კი ამ წიგნიდან კიდევ ერთ ფრაზას წაგიკითხავთ, რომელსაც დავარქვი ურთულესიდან უმარტივესამდე, ანუ ფიქრები მართლმადიდებლობაზე. შვილიშვილის მოვლინება კიდევ ერთ შანსს გვაძლევს იმისათვის, რომ ხელახლა ვიყოთ ახალგაზრდები და ახლა მაინც არ დაუშვათ ის შეცდომა,
რაშიც მთელი ცხოვრება ვსაყვედურობდით და ვადანაშაულებდით მეუღლეები, როგორც ერთმანეთს, ასევე საკუთარ თავს. და ბოლოს გადაცემას დავასრულებ ლექსად თქმული სახარებით. ვაგრძელებთ ლუკას სახარებას, თავი 4, მუხლები 1-დან 15-ის ჩათვლით. შობას შენსა ხოლო დღენი არა არს კმა სიცოცხლისა, გამოცდით ხარ თანამდები დღეთა მათა მომწყვნელისა. თავსა შენსა ძლიევით არ უპირველეს მტერთა შორის ამისათვის ფრიად გიხმდა საჭურველი ძლიერ ომის. ბუნებრივად არ აქვს ყოველს ისწავება წრფელი გულით, სვლის უგრძნობსაც ველურ ცხოველს ეწოდება სიყვარული. უარყოფა თავის შენის ამისათვის არა კმარა, გვასწავებს და ამას გვეტყვის ჯვართამაღლების წარგზავნა. დღეს წირვაზე სახარება გვამცნო ყველას მღვდელ მსახურმა, ვით იკადრა და შეება მაცხოვარსა ბოროტ სულმა. გვითხრობს ლუკა მის ამსმენელთ ოდეს ქრისტემ ნათელიღო, სულიწმინდამ ამის მერე ხსნისა გეგმა ესრეთ იწყო, რომ მივიდეს შეებრძოლოს რჯულის მდებელს ხსნისა მტერი, ნათლისღების ჟამის ბოლოს უწყოდეთ რომ ჩვენც ეს გველის. რადგან ვიშვით სულით და წყლით საუკუნო სიცოცხლისთვის, განვიცდებით თუ ვართ ღირსი ქრისტეს მხსნელი წმინდა სისხლის. ვით არ გვიყვარს დედა, მამა, შინაური, გარეული და საერთოდ გვაქვს თუ არა გულში მტრისად სიყვარული. მაცხოვარმა თვითინება გაკვეთილი ჩვენთვის მხსნელი, რომ ვიცოდეთ თურით გვებრძვის ნათელღებულს ჩვენი მტერი. ახლა ეტყვის სიტყვებს მაცხოვარსა, მაცდურებსა, ქვებს უბრძანე თუ ხარ მხსნელი, იქცნენ ისინი ბურებად. ისწავებდით. არა ეტყვის ერთ ქვასა და ერთ საპურსა, მრავლობითში საზარელი გვაწვდის უხვად დიდ საცდურსა. რა სიტყოდა მაცხოვარი, ვით არს რახავთ, რა საიტყვის? ჩვენთვის ფრიად სახსოვარი წყაროს სიბრძნის დათვით სიტყვის. არ ცხონდების კაცი ხოლო პურით განახთისა სიტყვით, არ იფიქროთ იყო ბოლო, არ ნებდება და კვლავაც ცდის. დააყენებს ფრთაზე ტაძრის, დაგანაგრძნობს თვისა საცდურს, გადაიგდე შენი თავი ღმერთსხო, მაინც შენი ხსნა სურს. მოწმედ მოყავს სიტყვა თვით მის, ვისაცაც ცდის უგუნური, ის კი ეტყვის, კვლავაც გიცდი, რასამეტყვი მსგავსად პურის. აწკ პასუხობ, დაწერილარს მუნ კვლავაც არასაც გეტყვი, არ განსადო არასოდეს შემოქმედი შენი ღმერთი. არც მის შემდეგ არ მოეშვა და თავისი გაიტანა ქრისტე ღმერთი რაღაც ძალით მაღალ მთაზე აიყვანა, ურცხვად ეტყვის, მე მომეცა დიდებანი ამა სოფლის, თუ მცემთა ყვან შენც იქნები დიდებული კაცთა შორის. დაწერილარს ემსახურე ღმერთსა შენს ამას ერთხოლო, ეტყვის ქრისტე და გამომცდელს განიშორებს საბოლოოდ. ისწავებდით ჩვენსა ამით, რომ ვერიდოთ დიდსა საცდურს, არასოდეს გძლევდე სამგზით, რაც ეხება ვერცხლსა და პურს, დაგლოცოთ და გაგახაროთ სალოცავმა ერთა წმინდამ, ქრისტეს ერთგულმა ოჯახმა დიდმა ევსტათიპლაკიდამ. დავით არცა მრავალ ტანჯვით ქრისტესთანა პოვა ვანი, თქვენს გფარვიდეთ მადლის ძალით მაცხოვარი, მისი ჯვარი. აღ გისრულოთ სასარგებლო სათხოვარი, ვის რა გინდათ, ოჯახმა ღვთის სასახელომ წმინდა ევსტათიპლაკიდამ. და თქვენს გულში ჩაგისახოთ, ხოლო წმინდა თუ კი ეძებთ, ხატმა მშობიარობასა შინა ყოვლა წმინდა შემწემ. ჩემო ძვირფასებო, ერთ პატარას კიდევ გეტყვით, ვიდრე დავასრულებ დღევანდელ დღეს, იმიტომ რომ ძალიან ისეთი საინტერესო რამ წავიკითხე, რომ თქვენც რომ არ გაგაცნოთ, შეუძლებელია. ერთი ბრძენი გამოდიოდა რა მსმენელთა წინაშე, მოუყვა მათ რაღაც ანეკდოტი.
მთელი აუდიტორია ხარხარებდა. რამოდენიმე წუთის შემდეგ მან ადამიანებს კვლავ იგივე ანეკდოტი მოუღვა. ხოლო რამოდენიმე ადამიანს გაეღიმა. ძენმა კაცმა მესამედაც მოყვა ეს ხუმრობა, მაგრამ უკვე აღარავის გაეცინა. აი ეს ბრძენი კაცი აუდიტორიას მიუბრუნდა, გაუღიმა და თქვა: ხედავთ, ერთი და იგივე ხუმრობაზე თქვენ სიცილი არ შეგიძლიათ. მაშინ რატომ აძლევ საკუთარ თავს იგლოვო მარადიულად ერთი და იგივე ამბავზე? აი ესეთი საინტერესო ამბავი მინდოდა თქვენთვის მომეთხრო, დაგლოცოთ და გაგახაროთ დედა ღვთისმშობელმა და ყოველმა წმინდამ, რომლის ხსენებასაც აღასრულებს 365 დღის განმავლობაში წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია. გმადლობ, გლოცავ და მიყვარხარ საქართველო.